ხელი არ უნდა გაუშვა, ხელი არ უნდა გაუშვა, ვფიქრობ, ხელი არ უნდა გაუშვა, თორე ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ, ვფიქრობ, ხელი არ უნდა გაუშვა, ხელი არ უნდა გაუშვა და ამ დროს, ამ ფიქრის დროს ცოტა მეც აზრზე მოვედი და ცოტა შენელდა ეს მიწის მასა რა და რო გავიხედე მაშოსკენ ხელი მიჭირავს და თლიანად მთელი სხეული მეწყერში არის რა, ჩემი დიშვილის მარტო სახე და ყურები უჩანს. მეტი არაფერი და ერთი ის დავინახე რომ მიყურებს და გონზი არის. გონზი არის და რა გავაკეთო ამ დროს? თან მივყავართ, ხო, ნელი დინებით მივყავართ ამ დინებას და მეთქი უნდა გადავჭეთ როგორმე და რა ძალა მოვიკრიბე და ხელი ამოვარტყი ზურგზე რა, ჩავწვდი რომ ზურგამდე ჩავსულიყავი და იქნება ამოვაგდო ამ ლაფიდან, იქნება ამოვაგდო ამას თან ფიქრობ, თან ყვირივარ, თან ვაკეთებ და აი მესამე, მეოთხე ცდაზე უკვე ხელში მეჭირა ჩემი დიშვილი და იყო ძალიან მძიმე, ოღონდ და მძირავდა, მე ვიძირებოდი მე და ვფიქრობდი მეთქი რა გავაკეთო ამ დროს და იმდენს მივხვდი რომ ძალიან ტალახიანი იყო და ძალიან გამძიმებული იყო ეს ბავშვი და ფიქრობდი რომ უნდა გავასუფთავო და თან წმინდაო. ჩემ დიშვილს წმინდა და ცოტა გამსუბუქდა რა და ამ მეწყერმა რო დაგვეჯახა შორს გადაგვაგდო მივყავდით მაგრამ ისეთ ადგილას აღმოჩნდით სადაც მინდოდა რომ მივსულიყავით ანუ შეგვიტანა იმ ხეებთან აღმოჩნდით ძალიან ახლოს ამოვიყვანეთ ჩემი დიშვილი და როგორც იქნა მივიყვანი ამ ხეებთან რა და მე